more serious danger to our დღეს planet პლანეტისთვის არ today. არსებობს ისეთი საფრთხე, როგორიცაა კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი იარაღი, რომელიც მოიხსენებათ შეერთებულ შტატებს ბევრია. ისევე როგორც ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ახლაც პრიორიტეტი ამ საფრთხის შეკავებაა, დაწყებული ირანი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. სოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება ფლობდეს ყველაზე საშიში იარაღს. სწორედ ამიტომ თანამდებობის დაკავებიდან მალევე უზენაეს ლიდერს გაუგზავნე წერილი, რომლის მეშვეობითაც გულუღმის შეთავაზება გაუგებია. ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ მეცვლელი თანამშრომლობის პირობაში ვთავაზე. რეჟიმის პასუხი იყო მუდმივი მუქარის გაგრძელება მეზობლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მიმართ მთელ რეგიონში. ასევე რამდენიმე დიდი ქვეყნის მიმართ. დღეს ირანის ყოფილი სამხედრო მეთაურების უმეტესობა ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა მათგანი აღარ არის ჩვენთან. დედამიწაზე არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეეძლო იმის გაკეთება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არც ერთ სხვა ქვეყანას ის აღჭურვილობა არ აქვს, რაც ჩვენ. ჩვენ გვაქვს დედამიწაზე ყველაზე ძლიერი იარაღი. ჩვენ გძულს მისი გამოყენება, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც 22 წლის განმავლობაში ხალხს სურდა. ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურების შემდეგ მე დაუყოვნებლი მოვახერხე ისრაელსა და իրანს შორის 12-დღიანი ომის დასრულება. ორივე მხარე შეთანხმდა, აღარ ებრძოლა. როგორც ყველა მიწის, მე ასევე აქტიურად ვარ ჩართული ხაზაში წესრიგის შეწყვეტის პროცესში. ეს უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ ჰამასმა მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო შეთავაზებები არაერთხელ უარყო. ჩვენ არ შეგვიძლია 7 ოქტომბერი დავივიწყოთ. ახლა თითქოს კონფლიქტის გაგრძელების წახალისების მიზნით ამ ორგანოს ზოგიერთი წევრი ცდილობს სამხრივად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ჰამასის ტერორისტებისთვის და მათი სისასტიკისთვის ეს ძალიან დიდი ჯილდო იქნება.